მოგესალმებით, მე ვარ მარია მეგრელიძე, გურა მეგრელიშვილის საავტორო სკოლა ფასკუნჩი ვუძღვები პოდკასტს, რომელიც ეხება ლიტერატურას, წიგნებს და მათ ავტორებს. დღეს ჩვენი სტუმარია მწერალი ნათია როსტიაშვილი. ნათია, პირველ რიგში უღრმეს მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. მადლობა მოწვევისთვის. გვიანბეთ თქვენ შესახებ, ვინ არის ნათია როსტიაშვილი? ხო. ესეთი ოფიციალური მონაცემებით მე ვარ ნათია როსტიაშვილი, მწერალი, ჟურნალისტი, სამი წიგნის ავტორი და ასე შემდეგ, როგორც ჩამოარაკრაკებენ ხოლმე, მაგრამ სულ მგონია, რომ ეს წარდგენები რაღაცნაირად ცარიელია ადამიანის შესახებ გაწვის ინფორმაციას, მაგრამ არ გაცნობს ამ ადამიანს ესე კარგად, როგორც ამით ვერ გამოარჩევ, თქვათ, დანარჩენი ადამიანებისგან. აი მაგალითად, მე მყავს ერთი მეგობარი, რომელმაც ქალაქარეთ იყიდა ნაკვეთი და ზუხაროდა, რომ რაღაც მექნებას ხეხილს დავდგავ, რაღაცები უხაროდა. ერთხელ მწერს, რომ ძალიან ბევრი ნერგი ვიყიდეო და უნდა ჩავიტანო და დავდგო. ეს მოვკალათი რაღაცა მეთქი მომიყევი რა ხილი გვექნება და მეუბნება, რომ ვიყიდეო ტყემალიო, ტყემლის ნერგებიო. ძალიან გამეკვირდა, მოველოდი რომ რაღაცა ვაშლის ხალი დაატამე, დილი დაალეო. და მეუბნება რომ ტყემალი და რანაირად მეთქი რა თქინდა ამდენი ტყემალი და ხო იციო ტყემალი რა ლამაზად ყვავისო. ეს რო წარმოვიდგინე რომ აი ატამი რა იყო კაცო, ტყემლის ყვავილები უცებ რო იქნება ამაზე რომ გადაპინტილი ესო. და აი ჩემთვის ეს ამ ადამიანის გაცნობა, აი აქედან უფრო იოლია, აი ამ ამბიდან მეთვლი რომ ეხლა თქვენ ამ ადამიანს იცნობთ. რომ ადამიანმა კი არ იყიდა რაღაცა მართლა ატამე და რაღაც კივიკი არ დარგო, რაღაც ისინი. დარგო ტყემალი, ხეს გავს საშვილიშვილად ხო და ექნება ეს ტყემლიცავს ესო, მაგრამ იმის გამო რომ რაღაცა ლამაზად იყვავილებს. და ამ დროს ეხლა თქვათ ამ ჩემი მეგობრის წარდგენა როგორია. რომ არის რაღაცა 60 წელს მიღწეული, წერს, აქვს თავის ბიზნესი, რაღაცები, მაგრამ მე ვთვლი რომ აი ამ ამბით უფრო გაიცანეს ადამიანი, ვიდრე თქვათ იმ ჩამონათვალეთ. ხო, ჩემზე საკუთარ თავზე რა თქმა უნდა რთული ესე გამოარჩიო რაღაც ისეთი, რაც ყველაზე უფრო კარგად გააცნობს შენ თავს დანარჩენებს, მაგრამ რაღაც ისეთი პატარა ფილმი გადაიღეს ჩემს წიგნებთან დაკავშირებით. და ამ ფილმს ერქვა ხეების ნათლია. და ალბათ ეს არის ყველაზე ესეთი შტრიხი ჩემში. რასაც თქვა სხვა რო ვიყო, რასაც გავამახვილებდი ყურადღებას, რასაც მოვყვებოდი. მქონდა ესეთი ბავშვები პატარები რო იყვნენ, მქონდა ესეთი ტრადიცია, რომ ყოველ რაღაცა აღარ მახსოვს ხო თქვა პარასკევ დღეს გავდიოდით მიმდებარე ახლო მდებარე სკვერებში და პატარა ხეებს ვარქმევდით სახელებს. მე ხა უკვე ეს ხეების გაეზარდნენ, ეს ნერგებიც ბავშვებიც გაეზარდნენ და მეც უკვე გარეთ ნაკლებად უფრო სახლის ქოთნის ყვავილებს ვარქმევ ხოლმე სახელს. და რა ვიცი, ვფიქრობ ესეთი რაღაცა წვიმანი რამეებისგან უფრო შევდგებით ადამიანები, ვიდრე ვთქვათ, აი მიიღო ესა და ეს პრემია რაღაცების. სიტყვა ტყემალმა დამაფიქრა და თუ რატომ ალბათ ამას ვახსენებ ცოტა ხანში, ну ვისაც ეს წიგნი აქვს წაკითხული, ალბათ სიტყვა ტყემალი მისთვის ნაცნობი იქნება. მაყურებლისთვის რომ გასაგები იყოს, ვიტყვი რომ დღეს განვიხილავ წიგნს სხვა სკოლას, რომელიც ძალიან საინტერესო სიუჟეტს მოიცავს, რომელიც თინეიჯერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელ წიგნად გვევლინება. მოგვიყევით ამ წიგნზე, მის სათაურზე, შინაარსზე, რატომ გადაწყვიტეთ ასეთი განსხვავებული ამბი შექმნა, ან რა მოგცათ იმის мотиваცია, რომ წიგნი ასეთი შინაარსის ყოფილიყო? მე ვარ ისეთი პერიოდის ადამიანი, ან ბავშვობა, მოზარდობა მქონდა ესეთ პერიოდში, როდესაც სკოლაში არაფერი არ ხდებოდა. რაღაცნაირად უინტერესო ერთფეროვანი ცხოვრებით ცხოვრობდით. ჯერ ხო რაღაც ესთეტიური მხარეც არ გქონდა, რაღაცა ჩამსხვრეული ფანჯრები, რაღაცა 90-იანის ამბები. და არასდროს არაფერი ისეთ საინტერესო არ ხდებოდა. და ყოველთვის მინდოდა, აი ვფიქრობდი ხოლმე, რომ ნეტა დღეს რაღაცა მოხდეს, ღმერთო რა დამე მოხდეს, რაღაც მინდოდა რაღაც ისეთი ამბების მოთხოვნილება მქონდა ყოველთვის. და აი თქვათ, როდესაც ავად ვიყავ, გაცილებული ვიყავ სახში, სულ მეგონა რომ მაინც ამ დღეებში რაღაცა ისეთი მოხდება.
მე მივდიოდი და მოვიკითხავდი ხოლმე ბავშვებს, რამდენი ხო არ მოხდა, მე ვენებოდა არაფერი. და აი აქედან გამომყვა ის რომ რაღაცა სკოლაში რაღაც ამბები ხდებოდეს, აი ამის სურვილი თუ წყურვილი გამომყვა ეს. გარდა ამისა, მე წერლები ხო მკითხველებიც არიან თავისთავად. და როგორც მკითხველს ყოველთვის მაინტერესებდა რაღაცნაირად ისეთი განსხვავებული ამბები, რაც ჩვეულებრივ რუტინიდან იქნებოდა ამოვარდნილი. და კიდევ ის მომენტი იყო, რომ აი ჩემი ბავშვი თავი, ბავშვი ნათია ყოველთვის არ მყავს გაშვებული. რაღაცნაირად ესე მომყავს ეს უჩემთან არის. და ამიტომ ეს რო ვთქვა წიგნი დამეწერა. წიგნი არა, თავიდან წიგნი არ იყო, ამასაც მოვყვები. რო დამეწერა რაღაც ტექსტი სკოლაზე, ბავშვებზე, ეს ჩემში ძალიან ეს ორგანულად იყო. თავიდან დავწერე მოთხრობა, სხვა სკოლა იყო მოთხრობა, მაგრამ რაღაცნაირად ვგრძნობდი, რომ ვერ მოირგეს, აი ევიწროვად, უჭერდათ ასე თქვათ ეს ფორმატი ამ პერსონაჟებს და საჭირო იყო რომ რაღაც უფრო დიდი ფორმატი ყოფილიყო, ანუ რომანის ფორმატს მოითხოვდა. იმიტომ რომ როგორც წესი, როდესაც წერ მოთხრობას და წერტილს ვსვამ, თავდება ამაზე ფიქრი, რაღაცა თავდება, ან თქვა წიგნი გამოვეცი, თავდება ამაზე ფიქრი და ხა გონება უკვე დაკავებულია სხვა რაღაცეებით, სხვა პერსონაჟებით და სხვა ამბებით, მაგრამ სხვა სკოლის შემთხვევაში, როდესაც ეს იყო მოთხრობა და დავწერე მოთხრობა, დავსვი წერტილი. მაგრამ ხვდებოდი, რომ ეს ამაზე ფიქრი მაინც გრძელდებოდა და რაღაცნაირად ეს მაწუხებდა, რომ ეს ფორმატი არ იყო ამ პერსონაჟებისთვის, რაღაცნაირად ვერ იყვნენ გაშლილად. და ამ პერიოდს დაემთხვა ის, რომ იყო ღონისძიების ფარგლებში, ეს იყო თბილისის მსოფლიო ლიტერატურის დედაქალაქის ფარგლებში. გამოცხადდა კონკურსი, სადაც უნდა გაგეგზავნა პატარა მონაკვეთი მომავალი წიგნიდან და ყველანი ხელშეწყობას გპირდებოდნენ, რომ შეგრძელებოდა ამ წიგნის ამ ტექსტის წიგნად ქცევა. და აი გავგზავნე ამ მოთხრობიდან მონაკვეთი და მოხდა ისე, რომ გაიმარჯვა. გაიმარჯვა და გამიშვեց გუდაურში და ეს იყო, რა ვიცი, ალბათ სკოლაში ვეუბნებიან ხოლმე, ისე კარგად უნდა იცოდე, რომ გაგაღვიძებენ ეგრევე უპასუხო. ალბათ ესე რომ გამაღვიძენ და მითხრან, ყველაზე სასიამოვნოდ რა გახსენდება, ალბათ ამას ვიტყვი, რომ ეს ორი კვირა, რომელიც გავატარე გუდაურში, სადაც არანაირი რაღაცა საქმე, სახლის საქმე, არაფერი არ მევალებოდა გარდა იმისა, რომ მეწერა რაღაცა გავისეირნებდი, მოვიდოდი და დავწერდი რაღაც მოკლედ, რაღაცნაირად ისე 64-ში ვიყავი. თუმცა ძირითადი ნაწილი ცხადია შემდეგ მერე დაეწერა, იქ ვერ მოესწრებოდა. მაგრამ მოკლედ ესე იქცა რომანად. ხო, კიდე რამდენი რაღაც ქვეთავები მქონდა. რატომ სხვა სკოლა? ხო, სხვა სკოლა რატომ? აი ეს რა საინტერესოა, რამდენადაც ესეთი ტიპაში ნათლიავარს სახელებს ვარ, მე მხოლოდ ვიყავ და ვიცი, ხეებს, ნივთებს, რაღაცებს. ამდენად ბევრს ფიქრობ ხოლმე სათაურზე. ხო, წესით ხო რაღაც ლოგიკურად ის უფრო და მიადვილებს, მაგრამ არა. რაც შეეხება ამ კონკრეტულ სათაურს, ამაზე არც მიფიქრე, არც ვარიანტები არ ჩამომიწერია, იმდენად რაღაცნაირად ბუნებრივად ორგანულად ის იყო სკოლაზე, მაგრამ ეს სკოლა არ იყო ჩვეულებრივი სკოლა, სხვა იყო, სხვანაირი იყო და ესე ბუნებრივად დაერქვა სხვა სკოლა. მე როგორც თქვენი წიგნის მკითხველი, მაყურებელს ვეტყვი, რომ წიგნი ეხება ბიჭის ცხოვრებას, ყველაფრის დეტალებში რომ არ ჩავიდე და ასე ვთქვათ, ეგრეთ წოდებულად არ დავასპოილერო მაყურებელი, ვიტყვი, რომ ეს ბიჭი განიცდის ძალიან დიდ ცხოვრებისო უცვლელებას, რომელიც თინეიჯერებს განსაკუთრებით უჭირს. მით უმეტეს, როდესაც ერთი სრულიად განსხვავებული გარემოდან მეორე სრულიად განსხვავებულ გარემოში აღმოჩნდება. თქვენი აზრით, განსაკუთრებით ახალგაზრდა მკითხველს, რა მოსწონს ყველაზე მეტად თქვენს წიგნში? წიგნის მოწონების და სიყვარულის ამბავი რაღაცნაირად ადამიანების მოწონებას სიყვარულის ამბავს გავს და როგორც ადამიანებში რთულია რაღაც გამოარჩიო, რომ თქვათ, აი, რატომ გიყვარს, იმიტომ რომ რაღაცა ლამაზი პროფილი აქვს, არა, იმიტომ რომ თქვათ, კარგად ხუმრობს, რაღაცნაირად ერთიანობაში შენიან ადამიანად მიგაჩნია, ხო? შენი ადამიანი. აი ფიქრობ, რომ წიგნების შერჩევაც რაღაცნაირად ასე ხდება, რომ შენად მიიღებ. აი მე სკოლაში ვიყავი, თუ არ ვცდები, ის იყო მწვანე სკოლაში.
და ბავშვმა შეკითხავს რომ მისვამდე ბავშვმა მკითხა რამდენი წლის იყავით როცა ეს წიგნი დაწერეთ და ხე დამაფიქრა ამ შეკითხვამ რომ აი რატო გავუჩნდა ბავშვს ესეთი შეკითხვა და მე ვკითხე რომ მაგ შეუტრიალებ კითხვა აი რატო გაგიჩნდა ეს შეკითხვა მეთქი და იმიტომ რომ ვკითხულობდიო მეკონაო რომ ჩემმა ტოლმა ადამიანმა დაწერაო და ეხლა მე რო მივედი დიდი გოგო ბავშვმა ჩათვალა რომ თავის ასაკში დავწერე ალბათ ერთ-ერთი შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი ესეც არის ალბათ რომ არ არის ყალბი და ბავშვობა მიიღეს ის თავისად ის კი არა რა თქვათ რაღაც მოვიდა ვიღაც დიდი დეიდა და რაღაც ამას მიიღო რომ თავის ასაკის ბავშვმა დაწერა ესე მიიღო ან თავისთვის ახლობელი იყო ეს სიტუაცია მისთვის კარგად შევიდა ამ ტექსტში ის ტექსტი კარგად შევიდა მასში თანხვედრა მოხდა ხო რა ვიცი სხვადასხვა მიზეზით ეს ალბათ კითხველებს უკეთ ეცოდინებათ ვიდრე თქვენი ნუ სანამ შემეკითხვაზე გადავალ მინდა კითხოთ აი წერის დროს რა სირთულეებს გადააწყეთ იმიტომ რომ აი როდესაც აი ასეთი ამ შინაარსის ტექსტს ქმნიდით ალბათ იყო ხო რაღაც სირთულეები როგორც ახსენეთ თან ჯერ მოთხრობა იყო და რომანად შემდეგ აქციეთ აი რა სირთულეებს გადააწყეთ წერის დროს ხო არ ვიცი აი ზოგადად წერასთან დაკავშირებით და სირთულეებს წმინდა ტექნიკური თვალსაზრისით წერლობას ეგ პლუსი აქვს რო თქვათ რაღაც მუსიკოს რო ჭირდება ეს კონდეს თავის რაღაც აპარატურა კონცერტი რო გამართო გჭირდება დარბაზი ამ მხრივ ანუ ტექნიკური თვალსაზრისით ხო იოლია რაღაც ბევრი სირთულე არ გინდა არ გჭირდება რომ გადალახო მეორე მხრივ რაც თქვენ მკითხეთ ხო აბა დავფიქრდები მაგრამ ვერ ვიტყვი რომ რაღაც სირთულეს ეს უფრო იყო ყველაფრის თავის ადგილას დალაგება აი ეს პრობლემა თუ შეიძლება ესე ეწედოს თქვა ამ ტექსტის იყო ის რაც წეღარაც თქვი რომ იყო ვერ ეტეოდნენ ეს პერსონაჟები რაღაცნაირად სხვა ფორმატს მოითხოვდა თუმცა მე უკვე როდესაც რომანად გადაიქცა არანაირი პრობლემა პირიქით იყო სირთულეები ვერ ვიტყვი რაღაც სირთულე პირიქით იყო ძალიან დიდი შვება რომ რაღაცნაირად თითქოს ვალმოხდილი ვიყავი პერსონაჟებთან რომ აი ის რაც ქონდათ მათ პრობლემა რომ ეს არ იყო ეს ფორმატი მათთვის საკმარისი აი ეს მოგვარდა და ხო ერებს ვერ ვიტყვი ეს რაღაც სირთულედ არსებობს მწერალი რომელმაც წიგნის წერის პროცესში თქვენზე რაღაც მხრივ გავლენა მოახდინა არა ვერ ვიტყვი ესე ცალსახად ვერ ვიტყვი რა თქვა რომელიღაც წერალმა რომელსაც ამ ავტორმა გავლენა მოახდინა თუმცა ზოგადად რასაც ვკითხულობთ რასაც ვხედავთ რასაც ცხოვრობთ ეს ყველაფერი ილექება ჩვენში და შეიძლება გაუცნობიერებლად რაღაცა ვერც ვაცნობიერებდეთ და თქვათ ისე იყოს ან გავლენა ან რაღაც ესეთი შეიძლება იყოს კიდეც თუმცა ესე გაცნობიერებულად ვერ ვიტყვი რა თქვათ ვინმეს გავლენა და ეხლა ამ ქვეცნობიერის და მოტივირების ამბავზე მაგალითს მოვყვები ერთ-ერთ სკოლაში მე მგონი ხაშურის სკოლაში ვიყავი მაშინ ერთმა ბავშვმა მკითხა რომ ეს ლეოს დედაო ნამდვილი ადამიანიაო არსებობსო და ხო ნუ უთხარი რომ არ არის ნამდვილი და ძალიან ბავშვმა ძალიან მოიწყინა მე რაც რაღაცნაირად საუბრისდროს თვალი გამექცეოდა ხოლმე ამ ბავშვს და რაღაცნაირად მოწყენილად იყო და მე ვკითხე რომ იმიტომ ხო არ მოიწყინე მეთქი რომ აი ეს ლეოს დედა რომ ნამდვილი არ არის და კიო მითხრა იმიტომ რომ მე მინდოდაო რომ ფიქრობს რომ ამაზე ფიქრობდიო რომ თუ ლეოს დედა ნამდვილია აუცილებლად მივალ სტუმრად და მინდა რომ ერთად ყავა დავლიოთ რაღაც ესეთი საინტერესო ამბავი იყო და ეხლა რა მოხდა მე წარმოვიდგინე ეს როგორც კი ამ ბავშვმა ეს თქვა რა თქმა უნდა ეს შინაგანი ეკრანი სუჩართული მაქვს და წარმოვიდგინე რომ თქვა აბა ეს ლეოს დედა დავსვი და აქეთ ეს ბავშვი დავსვი და ყავას ვამენ აი რატომ უნდა ამ ბავშვს მეთქი ამ თქვა მაინდამაინც ამ ქალთან და თავის ტოლებთან კი არა ამ ქალთან ყავის დალევა და როგორც კი ეს აი ეს ვიზუალიზაცია გავაკეთე ამ ამბის და შევხედე და მივხვდი რომ ეს ქალი ლეოს დედა არის ჩემი კლასელი ალეკოს დედა ამაზე არ მიფიქრია ეს გააზრებულად პროტოტიპის შემექმნა ვინმესი არ ყოფილა ესე
მაგრამ ეს მაყოლადეიდა იყო აი უსაყვარლესი ქალი. ესეთი ტიპაში იყო ის სულ გვეფერებოდა რაღაც, მაგრამ სულ ეს თითქოს შეწუხებული სახე ჰქონდა, მაგრამ აი დიდ სიყვარულს აქცევდა. ესეთი ტიპაში იყო, რომ სულ გვეუბნებოდა, ვაი მე რა საყვარელი ხარ, ვაი მე სულ გვეფერებოდა და როგორც სახე ჰქონდა ხოლმე ეს. და ეხლა მივხვდი, მე ისე რომ მე ამაზე საერთოდ არ მეფიქრია. ფაქტია ბავშვს უპასუხო რომ არა ყავს პროტოტიპი ამ პერსონაჟს. აღმოჩნდა რომ აი ჩემში დალექილი ეს ადამიანის ამის სახება მე ჩემ დაუნებურად ესე ამოტივტივდა პერსონაჟად. და იქ ხო არის ლეოს ზედას რამდენიმენაირი ტირილი რო შეეძლო, ხო? გემახსოვრებად ხო, აი ეს კავშირი რომ ეს ქალიც ესეთი სახე ქონდა, გეუბნება რაღაცა ის, მაგრამ ამ დროს რაღაცა გვეფერებოდა რაღაც საქებარ სიტყვებს გვაძლევდა და ის სრულიად ჩემთვის ძალიან ისეთი გასაოცარი, გასაკვირი ამბავი იყო, რომ ჩემ დაუნებურად შემიქმნია ეს პერსონაჟი ვიღაცის მსგავსად, რომელიც ესე არ ქონდა ეს ასე მონტუმებული არ ვიყავ რომ ეს ყოფილიყო, მაგრამ ეს ქვეცნარი ეს ამბები საინტერესო. აი ახლა რომ თავიდან გქონდეთ იმის შესაძლებლობა, რომ წიგნში მაგალითად რამე შეგეცვალოთ. შეცვლიდით რამეს? არა. და არა იმიტომ, რომ რაღაცნაირად ეს იდეალურად არის ყველაფერი მომფიქრებული და საქმე იმაშია, რომ ეს რაც უნდა ზედმეტ პათეტიკურად ჟღერდეს, წიგნი, ტექსტი არის ცოცხალი ორგანიზმი. და ამაში ეს უკვე არსებობს, უკვე დაიბადა და რაღაც ამის კორექტივების შეტანა ამაში უბრალოდ ხელოვნური იქნება. აი ჩემო შვილმა როცა წაიკითხა ჯერ კიდევ ეს წიგნად არ იყო მაშინ გამოცემლის კომპიუტერში კითხულობდა ელექტრონულ ვერსიას და მითხავდა და რაღაცა უნდა გთხოვო და ამ დროს ისეთი ბავშვია რომ აი არასდროს არაფერს არ მთხოვს და ვფიქრე რომ რა უნდა მთხოვოს ისეთი რომ ეს ვერ შეუსრულო და ეხლა მეც ასევე არ დავასპოილერებ მკითხოს და არის რაღაც ერთი ეპიზოდი რომელზეც სულ ვიღებ საყვარელს ბავშვებისგან ხო და აი მაგ ეპიზოდზე თხოვა რომ იქნებ რაღაც შეცვალო ეს იმიტომ რომ ჩემს ძალიან იმოქმედაო და ვიციო რომ სხვა ბავშვებზეც იმოქმედებს რომ იქნებ შეცვალო მე ძალიან მინდოდა მართლა ძალიან მინდოდა რომ ძლივშვილმა რაღაცა თხოვა ეს ამ შემესრულებინა მისთვის ეს თხოვნა მაგრამ თქვი რომ ოღონდ ეგ არა იმიტომ რომ აი ეს მე არ მქონდა გათვლილი თავიდან არ მქონდა გათვლილი რომ ეგ ეპიზოდი ასე უნდა განვითარებულიყო, ასე უნდა მომხდარიყო, მაგრამ წერის პროცესში თვითონ ტექსტმა მოიტანა რაღაცნაირად არის რომ თითქოს ვერ ასწრებ უბრალოდ იწერდა რაღაცა მიდის მოქმედება მიდის და შენ იწერ და ესე მოიტანა ეს თვითონ პერსონაჟებმა თვითონ ტექსტმა მოიტანა ეს ამბავი ასე რომ მომხდარიყო და მე მივხვდი რომ მე არ მქონდა უფლება რომ ეს შემეცვალა ეს ასე მოხდა ასე იყო სადღაც იქ უხილავში ესე იყო გათვლილი და ვერ არ შემეძლო. კი შემეძლო ტექნიკურად რა თქმა უნდა, თითქოს წერალი ხარ და როგორც დაწერ, ესე დაწერ, ისე მოხდება, მაგრამ არ არის ასე, ეს რაღაცნაირად და ისეთი ჯადოსნური ამბავია, რომ ამიტომ უკვე დასრულებულ წიგნზე არ გამჩენია იმის სურვილი, რომ რაღაც შემეცვალა. რა შეცვალა თქვენ ცხოვრებაში სხვა სკოლა? ხო შეცვალა ის, რომ ძალიან ბევრ ბავშვს ვხვდი. აი უამრავ სკოლაში მიმიწვიეს ლიტერატურულ კლუბებში, ცალკეულმა კლასებმა, სკოლამ და რაღაცნაირად უფრო ხელშესახები გახდა, ცხადია მანამდეც მქონდა კითხველებთან შეხვედრების სხვა წიგნების შემდეგ, მაგრამ რაღაცნაირად სხვანაირად დავინახე ჩემი თავი სხვანაირად დავინახე. თითქოს ჩემ თავში გარკვევაშიც რაღაცა სხვა ცვლილებები მოხდა. თუნდაც ის რო თქვა, მივხვდი რომ შეიძლება მე თქვა პერსონაჟი ვიღაცას მქონოდა ჩაფიქრებული და ეს მე ვერ გავაცნობიერე და ის ბავშვი დამეხმარა რომ ეს ამომეხსნა. მე მივიღე ძალიან ბევრი სიყვარული და კიდე ის რომ ყველა წიგნს მივხვდი რომ ყველა წიგნს მოაქვს რაღაც სხვა ეტაპზე გადაყევხარ, რაღაცა ახალი შრეი ჭრება შენში, რაღაცა სხვა ხდები. წინა წიგნზე მაგალითად, აი პირველი წიგნი როცა გამოვეცი,
კარგ ხანს, ძალიან დიდ ხანს, აი არ ვიცი, რამდენიმე თვე ვერ გადავშალე, ვერ წავეკითხე, არის რაღაცნაირად ესეთი გაუცხოება დამემართა. ხო, მეორე წიგნზე იყო რაღაცები, აი ყველა წიგნს რაღაცის როგორც ადამიანი გაიცნო და ქონდეს ურთიერთობა ისეა ეს წიგნებიც და აი სხვა სკოლაზე რაღაცნაირად არ მაქვს ეს ან გაუცხოება, ან რა ვიცი, რაღაცნაირად სხვანაირი სიყვარული არ ვიცი რა ვთქვა, მაგრამ ალბათ ეს შემდეგ წიგნამდე ნახოთ რა იქნება. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის. ჩვენი სტუმარი იყო მწერალი ნათია როსტიაშვილი. შევხვდებით მომავალ კვირას ახალ მწერელთან, ახალ საინტერესო საუბრებთან ერთად. მადლობა ყურადღებისთვის.